ემუქრება თუ არა დახურვა საქართველოში მოქმედ იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც თურქეთის ამჟამინდელ ხელისუფლებასთან დაპირისპირებულ ფეთულა გიულენის სახელთან ასოცირდება. შახინის სკოლისთვის ავტორიზაციის შეჩერების შემდეგ ვრცელდება ინფორმაცია შავი ზღვის უნივერსიტეტის შესაძლო დახურვაზე. თავად დაწესებულებაში ასეთ საფრთხეს კატეგორიულად გამორიცხავენ. თემაზე შეფასებებს აკეთებენ ექსპერტები და პოლიტიკოსები. დეტალები თეონა ხუბულავას სიუჟეტში. ეს შავი ზღვის უნივერსიტეტის ეგრეთ წოდებული კამპუსის ნიმუშია, რომლის მშენებლობაც უკვე მიმდინარეობს. უნივერსიტეტის სამომავლო გეგმები და სასწავლო პროცესების წარმართვა სწორედ ამ შენობას უკავშირდება. თუმცა სანამ სასწავლებელი გაფართოვდება, ამერიკის ხმა უკვე საუბრობს მის შესაძლო დახურვასთან დაკავშირებით. მიზეზი კი, როგორც ამავე სტატიაშია ნახსენები, თურქული მხარის მოთხოვნა, რადგან სკოლებს კავშირი აქვთ ფეთულა გიულენის მოძრაობა ჰიზმეთთან. ეს ქსელი კი ჩვენი ქვეყნის რამდენიმე ქალაქში ერთ უნივერსიტეტსა და 6 საშუალო სკოლა ლიცეუმს მოიცავს. სამხედრო ამბოხში ბრალდებულ გიულენის ქსელის უძრავ მოძრავი ქონების კონფისკაციასთან დაკავშირებით კი თურქეთის ხელისუფლება უკვე დიდი ხანია საუბრობს. ჯერჯერობით სტუდენტებში არ გავრცელებულა მსგავსი ინფორმაცია. დახურვასთან დაკავშირებით ეს არის სრული აბსურდი ჩვენთვის. ის რაც ბრალდება ჩვენს მიმართ არის წამოყენებული, არის ყველანაირი ლოგიკას მოკლებული. ერთადერთი უნივერსიტეტია ამიერკავკასიაში, რომელსაც თავისი როლი აქვს, თავისი ფუნქცია აქვს. რეალურად ობიექტური საფუძველი იმისთვის, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი დაიხუროს, არ არსებობს. როგორც სასწავლებლი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მოამბესთან აცხადებს, გავრცელებული ინფორმაცია სარწმუნო არ არის და საგანმანათლებლო პროცესს რაიმე საფრთხე არ ემუქრება. უნივერსიტეტი არის საგანმანათლებლო დაწესებულება, ეს არის კომერციული ორგანიზაცია, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ამ პოლიტიკურ ასე ვთქვათ წიაღისეულთან. არც სკოლას ვიცავთ, არც სახელს ვიცავთ, არაფერს. სანამ თბილისში არსებული სასწავლებლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს კონკრეტულ კითხვაზე პასუხისგაცემა უწევთ, ბათუმში ლორდ ქიფანიძე შაფინის სკოლის ბედი უკვე ცნობილია. სკოლა ლიცეუმს რამდენიმე დღის წინ შეუჩერდა ავტორიზაცია. თურქოლოგი ზაზა წურწუმია ამბობს, რომ ერთი მხრივ სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს სტრატეგიული პარტნიორის ინტერესები, მეორე მხრივ კი ამ სასწავლებლებში მყოფ სტუდენტებსა თუ მოსწავლეებს რაიმე საფრთხე არ უნდა შეექმნათ. თურქეთის ხელისუფლების მტკიცებებს, რომ ამ სასწავლო დაწესებულებებში ზოგან პროფესორ მასწავლებლები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან ტერორისტულ ქსელთან დაკავშირებული, მე ვფიქრობ, ორივე ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის კონსულტაციების სფეროა. განათლების სამინისტროში მიაჩნიათ, რომ აღნიშნულ თემაზე კომენტარის გაკეთება მათი კომპეტენცია არ არის. თურქეთის ელჩის პოზიცია კი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა გააჟღერა. ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს უწყებები იღებენ გადაწყვეტილებას. და ამიტომ ელჩმა მსგავს შიდა საკითხთან დაკავშირებით რაიმე კომენტარის ან განცხადების გაკეთება არ ჩათვალა მიზანშეწონილად. პატრიოტთა ალიანსის წევრი ამბობს, რომ თურქულ სასწავლებლებთან დაკავშირებით მათ კითხვები განათლების სამინისტროს არაერთხელ დაუსვეს. რაც შეეხება მმართველ გუნდს, ეგრეთ წოდებული გიულენის სკოლების საქართველოში არსებობა მათთვის სარწმუნო არ არის. თავარია იყოს ეს ყველაფერი კანონიერად და ნებართვა იყოს ოფიციალური ამის ყველაფერი. ისმერი პოპულისტური ან არასერიოზული მიდგომა საკითხის მიმართ არის დამაზიანებელი ქვეყნის ინტერესების. თურქეთის ხელისუფლების მიერ ამბოხის მცდელობაში ბრალდებული ფეთულა გიულენი, რომელიც შტატებში ცხოვრობს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 1000-ზე მეტი სკოლის დამფუძნებელია. აქვს თუ არა რეალურად კავშირი საქართველოში არსებულ რამდენიმე სკოლა ლიცეუმს და უნივერსიტეტს, გიულენის ქსელთან ეს ოფიციალურად ამ დრომდე არ დადასტურებულა. ისევე როგორც არ დასტურდება მეზობელი სახელმწიფოს მოთხოვნა დახურვის თაობაზე.